მოგესალმებით, ეს არის ნამდვილი ისტორიები თეონა გეგელიასთან ერთად. ამბობენ, რომ ომები ყოველთვის მთავრდება მოლაპარაკებებით, მაგრამ ნიშნავს თუ არა ომის შეწყვეტა მშვიდობას. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ზოგჯერ ომების დასრულება უბრალოდ ავიწყდებათ. მაგალითად, 1651 წლის მარტში ნიდერლანდებმა ომი გამოუცხადეს სილის კუნძულებს, რომლებიც ინგლისს ეკუთვნოდა. მაგრამ ინგლისში მაშინ სამოქალაქო ომი იყო და არქიპელაგზე დაპირისპირებულებიდან ერთ-ერთი მხარე, როიალისტები იყვნენ გამაგრებულები, რომლებთანაც ნიდერლანდებს კონფლიქტი ჰქონდათ. უკვე ივნისში როიალისტები სამოქალაქო ომში დამარცხდნენ და მოწინააღმდეგეებს ჩაბარდნენ. ამიტომ მათი დაპირისპირება ნიდერლანდებთან ისე დასრულდა, რომ ერთი გასროლაც არ ყოფილა. მხოლოდ 1986 წელს გაირკვა, რომ ფორმალურად ომი შეწყვეტილი არ იყო. მხარეებმა სასწრაფოდ გააფორმეს დოკუმენტი და 325 წლის და 18 დღის შემდეგ ომი ოფიციალურად დასრულდა. ისტორიაში დოკუმენტირებული პირველი სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, თარიღდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნით. ესაა ეგვიპტურ ხეთური შეთანხმება, გაფორმებული ფარაონ რამზეს მეორეს და ხეთებს შორის. დოკუმენტი გაფორმდა კადეშის ცნობილი ბრძოლის შემდეგ და მასში გაწერილია ყველაფერი. მშვიდობის პირობები, ურთიერთსაომარი დახმარება. ერთი შეხედვით მართლაც მარტივია. ომი დასრულებულად ითვლება იმ მომენტში, როდესაც კონფლიქტის მხარეები დოკუმენტს ხელს აწერენ. ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს როგორც სამშვიდობო შეთანხმება, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კაპიტულაციის აქტიც. მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი მაინც გაცილებით რთულადაა. უკანასკნელი დიდი ომი, რომელიც ყველა წესის დაცვით წარიმართა და წესებში უგულისხმობ იმას, რომ დაიწყო ომების გამოცხადების სერიით და დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებებით, იყო 1914 წლის პირველი მსოფლიო ომი. რამდენიმე წლის შემდეგ ნაცისტურ გერმანიას არ გამოუცხადებია ომი არც პოლონეთისთვის 1939 წელს, არც საბჭოთა კავშირისთვის 1951 წელს. არც იაპონიას გამოუცხადებია ომი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმავე 1951 წელს. და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა არა შეთანხმებებით, ფორმალურად ერთმანეთთან მებრძოლ თანაბარ უფლებიან მხარეებს შორის, არამედ ორი უპირობო კაპიტულაციით. 1945 წლის მაისში გერმანიის, სექტემბერში კი იაპონიის კაპიტულაციით. დიდი ხანია სახელმწიფოები ერთმანეთს ომებს აღარ უცხადებენ. მაგალითად, ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად ომი 1952 წელს გამოაცხადა. კორეა, ვიეტნამი, ერაყი, იუგოსლავია, ავღანეთი, ისევ ერაყი, ჩეჩნეთის ორივე ომი. მათ ოფიციალურად ომები არ ერქვათ. ეს იყო ოპერაციების სერია სახელწოდებებით. ჭექა ქუხილი ვიეტნამში, ქარიშხალი უდაბნოში, სპარსეთის ყურეში, სამოკავშირეო ძალა იუგოსლავიაში და შეუზღუდავი თავისუფლება ავღანეთში. არსებობს რამდენიმე ახსნა იმისა, თუ რატომ აცხადებენ ასე იშვიათად სახელმწიფოები ომებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი დაპირისპირებულ სახელმწიფოებს აკისრებს უამრავ ვალდებულებას, მათ შორის ფინანსურს. მეორეც, გამოცხადებული ომის დასრულება ბევრად რთულია, ვიდრე ოპერაციის, რომელსაც თეორიულად მაინც შეწყვეტ მაგალითად არმიისთვის ბრძანების გაცემით. მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მიადევნო თვალი ომის კანონების დაცვას, თუ კი იურიდიულად არავინ ომობს. 1959 წლის ჟენევის კონვენციებში, რომლებიც არეგულირებს სამხედრო მოსამსახურეების და სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას ომის მიმდინარეობისას, ნათქვამია, რომ ისინი მოქმედებს ნებისმიერ სიტუაციაში შეიარაღებული კონფლიქტისას იმის მიუხედავად, მიაჩნია თუ არა რომელიმე მხარეს ის ომად. არსებობს ძალიან საინტერესო სტატისტიკა. 1946 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მსოფლიოში დარეგისტრირდა 63 სახელმწიფოთა შორისი ომი, მათგან მხოლოდ 16 დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით. კიდევ 30% ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც მხოლოდ აჩერებს სამხედრო მოქმედებას, მაგრამ არ გულისხმობს იმას, რომ მხარეებს ფორმალურად აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია. ომების შემთხვევათა ნახევარზე მეტად სრულდებოდა მკაფიო გამარჯვების ან მარცხის გარეშე, ასევე რაიმე მშვიდობიანი დარეგულირებით. ასეთ კონფლიქტებს გაყინულ კონფლიქტებს უწოდებენ, რომელიც გამორჩეულად ბევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც, მათ შორის არის საქართველოშიც. მაგალითად, სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დასრულდა 1953 წელს. მაგრამ ზავი არ გაფორმებულა. შეიძლება თუ არა კორეის ომის მიჩნევა დამთავრებულად. ალბათ არა.
მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სახელმწიფოებს შორის ომები მთავრდებოდა თვეზე ნაკლებ დროში. აქაც საინტერესო სტატისტიკაა. თვეზე ნაკლებ დროში და აი ამ თვეზე ნაკლებ დროში დამთავრებული ომებიდან ნახევარი ცეცხლის ოფიციალური შეწყვეტით ან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. კიდევ 25% წელიწადზე ნაკლებ დროში და მათი შედეგებით შეთანხმება მხოლოდ 4 შემთხვევაში გაფორმდა. თუკი ომი უფრო დიდხანს გრძელდება, ჩვეულებრივ ეს არ არის ინტენსიური ბრძოლების 3-4 წელი, არამედ 10 წლეულების განმავლობაში ძალადობის პერიოდული აფეთქება. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის უვადო შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 1994 წელს. ეს შენარჩუნებული იყო დარღვევის შესახებ ესეთი ეპიზოდური ურთიერთბრალდებებით 20-20 წლის სექტემბრამდე. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ 1994 წელს პირველი ყარაბაღის ომი დასრულდა და 20-20 წელს მეორე დაიწყო. თუ ეს ყარაბაღის ერთი ომია, რომელიც 26 წლიან დაზავებას მოიცავს. შეიძლება თუ არა მშვიდობიანად ჩაითვალოს პერიოდი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტები უძღოდა წინ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან 2008 წელს. თუ ეს ერთი ომია, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის მიწურულს და 2008 წელს განახლდა. ან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების თარიღად, რომელი წელი უნდა მივიჩნიოთ 2014 წელი თუ 2022. 2022 წლის 24 თებერვალი მოსახერხებელი ათვლის წერტილია, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ამ დღეს გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ და რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ამას წინ უძღოდა ყირიმის ანექსია და 8 წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობდა. დღეს რომ უკრაინელებს კითხოთ, მათ შორის დონბასშიც როდის დაიწყო ომი, მათი უმრავლესობა იტყვის, რომ 2014 წელს. არის თუ არა სამშვიდობო შეთანხმება მშვიდობის გარანტია? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ მექანიზმზე უკეთესი რამ ჯერ ვერავინ მოიგონა. სამშვიდობო შეთანხმებებიდან, რომლებიც 1975 წლიდან 2018 წლამდე გაფორმდა, სულ ცოტა 37%-ს ხელი არ შეუშლია ომების განახლებისთვის. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში ეს ომები 2 წელიწადში განახლდა. ხდება პირიქითაც, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება სულაც არ არის მშვიდობიანი ცხოვრების აუცილებელი პირობა. მაგალითად, საბჭოთა კავშირს და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან დაკავშირებით ასეთი შეთანხმება არ გაუფორმებიათ. 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ საომარი მდგომარეობა ამ ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალურად შენარჩუნებული იყო 1956 წლის მოსკოვის დეკლარაციამდე. არ იყო საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ დავა იმის შესახებ, თუ ვისია კურილის სამხრეთ კუნძულები, დღემდე დაურეგულირებელია. სამშვიდობო შეთანხმების არ არსებობა, კერძოდ იაპონიის დღემდე არსებული ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ, თავს იჩენდა ხოლმე რუსეთ-იაპონიის ნებისმიერი კონტაქტისას, მაგრამ მათ არც დიპლომატიური და არც ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ხელი არ შეუშლია. 20 წლის განმავლობაში, პირველად 2022 წლის აპრილში, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სადავო კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა. როგორია ომის დასრულების სცენარები? სტატისტიკის თანახმად, განვითარებული დემოკრატიები სხვებზე ხშირად იმარჯვებენ ომებში. არა იმდენად იმის გამო, რომ უკეთ იბრძვიან, რამდენადაც იმიტომ, რომ გააზრებულად ირჩევენ მოწინააღმდეგეს, ანუ იმას, ვისაც უნდა ეომონ. გაჭიანურებული და გაყინული კონფლიქტები აკარგვინებს მათ ამომრჩევლების ხმებს, ამიტომ დემოკრატი პოლიტიკოსები მთელი ძალით არიდებენ მას თავს. ავტოკრატიებში წაგებულ ომებს იშვიათად მოსდევს რეჟიმის შეცვლა, პირიქით უფრო კონსერვაცია. მეორე მხრივ, ავტოკრატებს ყოფნით ნებისმიერი სიმბოლური წარმატება ომში იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ. სტატისტიკურად, დემოკრატიები იშვიათად მიდიან კომპრომისზე. ამასთანავე, ბოლო 10 წლეულებში გამოიკვეთა მოულოდნელი ტენდენცია, უფრო ძლიერი ქვეყნები, უფრო მდიდრები, უკეთ შეიარაღებულები და ასე შემდეგ, ასიმეტრიულ ომებს ხშირად აგებენ. ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის 10 წლიანი ომის შედეგები ავღანეთში. არსებობს ასეთი კავშირიც, რაც უფრო ნაკლებად მყარია ავტორიტარული რეჟიმი, მით უფრო ხშირად იწყებენ მათი ლიდერები ომებს. ომის და მშვიდობის მდგომარეობა იმისგან დამოუკიდებლად ფორმალიზებულია ის თუ არა,
აისახება სახელმწიფოს არა მხოლოდ საგარეო საერთაშორისო, არამედ საშინაო პოლიტიკაზეც. ხშირად ომები საშინაო პოლიტიკის საჭიროებებითაცაა ნაკარნახევი. არის ამ მხრივ რაღაც საერთო კანონზომიერებებიც, მაგალითად, ომის გამო ხელისუფლებები რეფორმების ჩატარებას გადაწევენ ხოლმე ომის შემდგომი პერიოდისთვის. იცვლება ეკონომიკის სტრუქტურა, პოლიტიკური ელიტის შიგნით ცალკეული პოლიტიკური ინსტიტუტები და ჯგუფები კარგავენ ძველ გავლენებს. სამოქალაქო თავისუფლება კი ამა თუ იმ დოზით იზღუდება. თუმცა პოლიტიკური რეჟიმები და ომები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ, იმდენად განსხვავებულია, რომ კაცრი კანონზომიერების პოვნა რთულია. კვლევრები ფრთხილად ვარაუდობენ ხოლმე, რომ მაგალითად ომის წაგებამ შესაძლოა დემოკრატიზაცია გამოიწვიოს. სხვები ირწმუნებიან, რომ ორ მსგავს რეჟიმში იმის მიხედვით თუ რა დინამიკაა თითოეულ მათგანთან, როგორია სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურა, ნაციონალური ჯგუფების მდგომარეობა, ასევე პოლიტიკური ალიანსები ელიტის შიგნით, ომს შესაძლოა აბსოლუტურად საწინააღმდეგო პროცესები მოყვეს. მთლიანობაში ის თუ როგორ მოქმედებს, გაჭიანურებული ომები ავტოკრატიების შიდა პოლიტიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დანამდვილებით უცნობია. დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ აისახება რუსეთის მომავალზე ის სანქციები, რაც მას დააკისრეს. დღეს რუსეთის ფედერაცია მხრივ ლიდერი სახელმწიფოა. სანქციები ეკონომიკისთვის მართლაც დამანგრეველია, მაგრამ მაგალითად ირანსა და ერაყში სანქციებმა ავტორიტარიზმი უფრო განამტკიცეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ასეთ ვითარებაში თითქმის შეუძლებელია. გასაგებია, რომ რაღაც ფორმით ეს ომიც დასრულდება. მაგრამ როგორ? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში და დაელოდეთ ისტორიების შემდეგ გამოშვებას. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ, მოიწონეთ გამოშვებები და გაუზიარეთ მეგობრებს. წინასწარ გიხდით მადლობას და ერთი კვირით გემშვიდობებით.